დილანშვიდობის მეგობრებო, დილანშვიდობის. ეხლა უნდა შევწვა. დილაც აღარ არის უფრო შუა დღეა. დილას ვერ მომახერხე ვიდეოს ჩაწერა. ხო და გავაკეთო უნდა რა კუბიკებად დავჭერი კარტოფილი. შევწვაო და სეჩი. ხო ბებო, ხო ბებო. სად მოვიდე? რატო ბებო? იმიტომ. კაი, აბა მოვდივარ. ისმე. ხო. არა. რავი. მე ვარ ტელევიზორში? ხო, მე ვარ. რატო გიხარია? გიხარია, რომ მე ვარ? მამას უთხარი რას უნდა დააწვე და ჩაგირთავს. რო ხარია რომ ტელევიზორში დამინახე. ხო, რას ვამბობდი, კარტოფილი უნდა შევწვა, კუბიკებად დაჭრილი, კვერცხში, მწვანილებში, ხახში და ნიურში. დაფა გავაცხელი და დავასხავნდა ზეთი. და რატო ვიღებ ასე? ცოტა გაჭირვებულად. იმიტომ რომ ეხლა ეს დაინახავს ნათანი. მე ხომ სახელების პრობლემა მაქვს მეგობრებო, მიხვდებით ტელეფონის სადგამს. ღმერთო ჩემო, სულ რატომ ვარ ასე? ხო და ის რა დაინახოს, გამომართმევს და მე აღარ ეშველება არაფერი და ამიტომ ხელში მიჭირავს და ისე ვიღებ. ანუ მომალავ. გაცხილდა ახლა ამას და მარეს დავაყრი კარტოფილს და ჩავყრი. შეწვისკენ რომ მივა, მე გაჩვენებ. გესმით ხმა? აი, ლოცვის ხმა. ეს არის ჩემთან არის ახლა ჯამე. ეს ორი სოცი წუთი კიდე ახლა ანუ შვაბლის ლოცვა და მოდის ხმა ჩემთან ძალიან ახლოს. ხო ბებო, გისმე. აბა ვერ გავაფუჭე? ვერა? რატო გავაფუჭო? ასე გავაფუჭე, ხო? ხო, მე. ხო. რა? ვერ გავაფუჭე. ხო, ვერა? ვაჩინი ურტუნა. აი, გავამზადე ახლა. ხავს კარტოფილი რომ თითქმის შეიწვის, მაშინ ჩავაყრი. მწვანეს და ნიორს თაში ჩავაყრი და 4 კვერცხსაც ჩავტეხავ ახლა აქ და აურევ კარგად. მე თითქმის რომ შეწვაზე მივიდა, უკვე დავაყარე ხახვი. ამასაც შევწვა, ხახვის ერთად უხვა კიდე უფრო მეტად. და მე მოვასხამ კვერცხს. გაჩვენებთ იმ ბოლო ეტაპსაც. დავასხამ ახლა. დავტოვებ ასე, კარგად შეიწვება და ერთს ამოურევ. ამოურევთ. აი ახლა მას გავაჩერებ ერთ 5-6 წუთს კიდე და გავთეშა და საბოლოო სახით ასეთი იქნება მეგობრებო. ეს არის ყველაზე სწრაფი, მარტივი და ძალიან გემრიელი კერძი. თქვენ შეგიძლიათ სვანური მარილი დავუმატოთ
მე ახლა აღარ მინდოდა, იმიტომ რომ კარტოფილს გავუკეთე მარილი. თქვენი გემოვნების მიხედვით ძალიან გემრიელია დამეგწმუნეთ. დღეს რომ ძალიან ბევრი საქმე მქონდა, თან ეხლა ვერ ჩავიდოდი ვთქვათ მაღაზიაში, უცებ გამახსენდა ეს კერძი. ასე შებრაწული და ლამაზი და გემრიელად გამოიყურება. ნათანი, გასტამაშო? ნათანი, ორი ბურთი გაქვს? ორი ბურთი? შენ ხელა ეს ბურთი? შენ ხელა ეს ბურთი? ბურთი? არ ჩამოვარდე. ისობა, ვინმე რომ არაფერს არ ეუბნება, გიჟობს, მოკლედ გიჟობს. მაგიდაც რა და შეტრიალებულია. დაიღალე? იმდენი ცალკე რომ დაიღალე. რაც გაიღვიძე არ გაჩერებულ ხარ ერთი წამი. რაც გავიხვიდე? რამ ხელაა ბებო, შენი ხელაა? ისე მივალაგე და დავხვედე, ჯერ არ ჭუჭერს დავრეცხე და ჯერ არ მომიწმინდია იატაკები. ხა სარეცხი მაქვს ჩართული და სარეცხებს მომთავრებ და დანარჩენს მერე გავაკეთებ. იქით ნახეთ. გიჟობს გადარეული. დღეს მიდის და ითამაშოს აღარ მოშლი არაფერს საერთოდ რომ მე რეგული არ დავწყდეს. ეძინა წიწო ჩვენთან სიგანით. აბუას გულზე ეწყო ხელი და ხელები ჩვენთან. აინე. ეხლა იმდენი საქმე მაქვს. აუარებელი. ნათანიკოც წავიდა მეგობრებო. საიდან დავიწყო არ ვიცი, მეგობრებო. ყველაფერი არის არ ვიცი, როგორ გითხრათ. ეს გავთიშორდი. საიდან დავიწყო არ ვიცი, დავიწყო. აინახეთ. ხო და დღეში ვარ, თმა საით მაქვს შეკრული, მე რა ფორმაში ვარ, მოკლედ არ ვიცი. ეხლა მივყვები და ჩქარა დავალაგებ ყველაფერს. ერთი წუთი დავჯდე. ერთი წუთი ჩამოვჯდე, დაგელაპარაკოთ და შევდგე მერე საქმეს. ძალიან მანებივრებ, ვიცი, მართლა. ოღონდ, მაგრამ ვერაფერს ვერ ვეტყვი. აქ რომ მოდის, არის ისე რომ იცის რომ რა თავდაყირა რომ დადგეს, არავინ არაფერს არ ეტყვის და ძალიან უხარია. კიდეც უყვარვართ, მაგრამ ამის გამოც უფრო მეტად უხარია აქ მოსვლა და ვერაფერს ვერ ვეტყვი ნამდვილად. მით უმეტეს ერთი დღე და ორი დღე მოდის.
სახლი დალაგდება საწაო. დღეს ამინდი გადასარევია, კარგი ამინდი გვაქვს. ზეა, ცხელა, გუშინ წვიმდა და სიგრილე იყო. ეხლა სარეცხები 2 პარტიად დავფინე, ეხლა კიდე დამთავრდა, ეგეც გასაფენი მაქვს. კიდევ შევყარო უნდა. დღეს ძირითადად საღამომდე ვარ სახლში და სახლის საქმეებში, რომ ასეთი აურზაური ხომ მექნება, უნდა დავალაგო. სულ არ მოსვლას დღეს ვიცი რომ მელოდებოდით, ვერაფრით ვერ ჩავწერდი დილას ვიდეოს. არ გამოვიდოდა და ესეც ახლა რაც მოვასწარი ეგ არის. მოუსვლელობას ჯობია. და მე ჩემ თავსაც მივხედოთ, რომ არ ვიცი მართლა ვიდეოშიც რომ ახლა ვიცი გამოვჩდები რაღაც საშინელ ფორმაში. ბოდიშით ამ ასეთი ფორმით რომ მოვდივარ ხოლმე. ზოგჯერ ასეც ხდება. ეხლა ისევ ჩაწყნარდება ჩემი სახლი, ისე დავჩებით მე და ჩემი სახლი მარტო ნათანიკო გვამხიარულებს, თორე ნათანიკოს გარეშე ვართ სიწყნარეში. ხო, ის დილას ეს მაინც მოვა დილით არა, უკვე საათი არის რომელი. უკვე 3:30-ია და რაც მოვასწარი შუადღის კერძი, ეს მაინც მინდოდა რომ მომეტანა რაღაც თქვენამდე და რაც მოვასწარი ეგ არის. დილას ფილავი გავაკეთე, ხაჭაპური გამოვაცხე. ნათანიკოს გუშინ არ ჭამა მოხარშული წიწილა, დღეს ცოტა ვაჭამე, ყიყლიყო შეუწვი და რაღაცები და ახლა ასეთ რაღაცებს ხომ არ გადავიღებდი და ამიტომ ვეღარ მოვედი თქვენამდე მეგობრებო. მოვა მეგობრებო, კიდევ გვექნება ასეთი მხიარული დღეები, კიდევ გვეყოლება ნათანიკო გაგვამხიარულებს. მოვიწყენთ ახლა, მაგრამ არ ავშევს. მოვა და კიდევ მიმხიარულებთ ბევრზე ბევრს. დროებით მეგობრებო, მშვიდობიან და ხალისიან დღეს გისურვებთ. ნახოთ დღეს საღამო როგორი საღამო მექნება და მოსვლით მოვალ აუცილებლად. და როგორი საღამოც მექნება ისე მოვა. საღამომდე აბა და მიყვარხართ ყველა.